გადალახა თუ არა საავიაციო სექტორმა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული კრიზისი გიყვებით რამდენიმე წუთში. BMG Online media საშუალება ONG შეიძინა ბიზნეს მედია საქართველოს სრულად შეიძინა Formula Production-ის ნინო ტეფნაძის და OMedia media საკუთრებაში არსებული წილების შედეგად BMG ONG 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. ბოლო 4 თვეში შუადერეფნით ჩინეთიდან ალიათის ნავსადგურამდე 40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება თითქმის $500-ით გაიზარდა. ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 4,4 მილიონ ევრომდე გაიზარდა, სამუშაოების დასრულების ვადა კი 31 აგვისტომდე გახანგრძლივდა. სოფელ ვაჩნაძიანში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება Best Western პრემიერი ვაჩნაძიანში სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ს შეყავს. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიანობებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. ივნისის არსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 584,000-მდე შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ივნისის არსებო შემწეობას 584,127 პირი იკრიბდა, აქედან 183,691 ადამიანი დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლია, რომელიც მიმდინარე წლიდან შეჩერებულია. მაისთან შედარებით შემწეობის მიმღებთა კლება 20,896 შეადგენს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სისტემა ამდენმა ადამიანმა დატოვა, რადგანაც მათგან ნაწილ შესაძლოა სოციალური მომსახურების სააგენტო ამოწმებდეს და ამიტომ აღარ ირიცხებოდეს ივნისის სტატისტიკაში. თუმცა სახელმწიფოს სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება აქტიურად აქვს დაწყებული და როგორც პრემიერი კობახიძე ამბობს, წლის ბოლომდე კიდევ 65,000 ოჯახის სოციალური სტატუსი შემოწმდება. კობახიძის წლიური ანგარიშის მიხედვით წელს შემწეობა 22,707 ოჯახს უკვე შეუწყდა, კერძოდ 5 თვეში სახელმწიფომ 40,000-ზე მეტი ოჯახი შეამოწმა და ნახევარზე მეტს დახმარება მოუხსნა. ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურ დაცვას, ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებულ მოდელს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე კვირაში წარადგინა. კობახიძე ამბობს, რომ პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით, დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და შემდეგ ოპერირებაში შესაძლოა რამდენიმე სუბიექტს გადაეცეს. ეს არის ის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორობის მრავალფეროვნებას, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტვირთები ანაკლის სპორტში და ეს არის მნიშვნელოვანი ანაკლის სპორტის მაქსიმალურად ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის, განაცხადა დღეს ირაკლი კობახიძემ. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას ახლა უკვე ლენდლორდის მოდელით გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფოს დამატებით დაახლოებით $200 მილიონი მობილიზება დასჭირდება. ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ უშუალოდ კერძო ოპერატორებს დაახლოებით $350-400 მილიონი ინვესტიციების ჩადება მოუწევთ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში. კრების შემდეგ ბოლო კვირებში საავიაციო საწოლზე ფასმა მცირედით 2%-ით მოიმატა და ბარელზე საშუალო ფასმა კვირის ჭრილში $119 შეადგინა, თუმცა წინა თვესთან შედარებით ფასი კვლავ 8%-ით დაბალია. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით საწოლზე ფასი განსხვავებულია. აზიაში საშუალო ფასი $115 შეადგენს, ევროპაში $122, ხოლო ახლო აღმოსავლეთში $110. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში ირანში ერთებული შტატები სამხედრო დაპირისპირების დროს საწოლზე ფასი გაორმაგდა და $200-საც აჭარბებდა. საავიაციო საწოლის გაიაფების მიზეზი შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება იყო, რომელიც ამ კვირაში დაირღვა. ახლო აღმოსავლეთის კრიზისით გამოწვეული შოკის შემდეგ საავიაციო სექტორი აღდგენას იწყებს. ევროპის აეროპორტების სავაჭრო ასოციაციამ 2026 წლის მაისის ტრაფიკის ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა. აპრილში დაფიქსირებული პირველი პოსტკოვიდური ვარდნის შემდეგ მაისში ევროპის აეროპორტების ქსელში მგზავრთნაკადი კვლავ გაიზარდა და წლიურად 3,2%-იანი მატება აჩვენა. საერთო პოზიტიური დინამიკის მიუხედავად ბაზრებს შორის მკვეთრი სხვაობა, მათ შორის მაისში საქართველოს აეროპორტებში თითქმის 6%-იანი კლება იყო. გაზაფხულის
საფულზე საწვავის გაძვირებით გაზრდილი ხარჯების დასაფარად ავიაკომპანიებმა ტარიფებიც გაზარდეს და სპეციალური საწვავის მოსაკრებლები დააწესეს. თუმცა ეკონომისტები ნავთობის ფასის შედარებით დასტაბილურების მიუხედავად ბილეთების სწრაფად გაიაფებას არელიან, რადგანაც მოთხოვნა ფრენებზე კვლავ მაღალია და კომპანიები დანაკარგების შევსებას ცდილობენ. როგორ აისახება გლობალური ენერგეტიკული შოკი ევროპის საავიაციო ბაზარზე და რა ტენდენციებია მოსალოდნელი? დია მაჭავარიანი, ჰერაკლიონის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო განვითარების დირექტორი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. დია, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ გამოძებნეთ დრო და შემოგვერდით. მოგესალმებით და დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მინდა დავიწყოთ შეფასებებით, თქვენი შეფასება მოვისმინო, როგორი მოქმედა ახლო აღმოსავლეთის მოვლენებმა ზოგადად საავიაციო სექტორზე, რა ტენდენციებს ვუყურებთ დღეს და შეგვიძლია თუ არა უკვე ვთქვათ, რომ პირველი შოკი გადალახულია და სექტორი აღდგენის დინამიკას უბრუნდება? როგორც წესი, ყოველ წელს, როდესაც გვგონია, რომ ჩვენთვის უკვე ახალი არაფერი არ მოხდება საავიაციო სივრცეში, ყოველ წელს ახალი სიურპრიზით გვაოცებენ და წელს ეს სიურპრიზი იყო ირანის ომი. სიტუაცია ჯერ არ არის სტაბილური, იმიტომ რომ ავიაკომპანიები გამუდმებით გვეუბნებიან იმას, რომ გაყიდვები არის ძალიან მცირე. ანუ საშუალო სტატისტიკურად ევროპელი მგზავრი ბილეთს ყიდულობდა დაახლოებით 1 წლინახევრით ადრე. ახლა ეს მყიდველობით უნარიანობა არის 4-6 კვირით ადრე. ანუ 1 თვით ადრე იყიდება ბილეთები სამოგზაუროდ. შესაბამისად, ავიაკომპანიები აწესებენ ძალიან მაღალ ფასდაკლებებს, ცდილობენ ყველანაირად მოიზიდონ მგზავრები, ანუ ჩვენ როგორც აეროპორტი ვხედავთ საბოლოო შედეგს, ვხედავთ რომ ზრდა არის, ვხედავთ რომ დატვირთვა კარგად მიმდინარეობს, ვხედავთ რომ რეისები სავსეა. ძირითადი დარტყმა მოდის, რა თქმა უნდა, ავიაკომპანიების გაყიდვებზე და ჩვენ შემთხვევაში სასტუმროებზე, რომლებიც ასევე ავიაკომპანიებთან ერთად ცდილობენ წარმოადგინონ დიდი ფასდაკლების პაკეტები იმისთვის, რომ მგზავრებმა აირჩიონ მათი მიმართულება. თქვენ შემთხვევაში აეროპორტის ჩართულობაც ხომ არ ხდება ამ მიმართულებით, აი გარკვეული მოსაკრებლების ვთქვათ კორექტირება ხომ არ მოგიხდათ იმისათვის, რომ ავიაკომპანიები დარჩენილიყვნენ თქვენთან, ან მეტი მგზავრის მოზიდვის შესაძლებლობა გქონდეთ მათ? ჩვენ შემთხვევაში არა და მართალი რომ გითხრათ, არ ამგონია ევროპის რომელიმე აეროპორტს გაეკეთებინა რამე მსგავსი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ არ გვსმენია. ვიცით რომ ეგვიპტის და ტუნისის ტურიზმის ადმინისტრაციები აგრესიულ კამპანიებს აწარმოებენ ინსენტივებით იმისთვის, რომ გადმოიბირონ ავიაკომპანიები, მაგრამ ევროპის მასშტაბით მსგავსი ჯერჯერობით არაფერი არ მომხდარა. დია, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ფასები, რაც საწვავის გაძვირებამ პირდაპირ ზეწოლა მოახდინა. კონკრეტულად მოხდა რაღაცა ტიპის გაძვირებები. ახლა თქვენ ახსენეთ, რომ ცდილობენ რომ გარკვეული ფასდაკლებებით დაიბრუნონ, ასე ვთქვათ, მგზავრები ავიაკომპანიებმა, თუმცა რეალურად იაფი ავიაბილეთების ერა რამდენად შეიძლება რომ შენარჩუნდეს და რამდენად ვთქვათ მზარდი შეიძლება გახდეს ავიაბილეთების ღირებულება. და ზოგადად ამას გავლენა როგორი აქვს მოგზაურობაზეც? წლის ბოლომდე მე მგონია რომ არაფერი არ შეიცვლება რადიკალურად, იმიტომ რომ ავიაკომპანიების უმეტესობას ჯერ კიდევ ყოველ შემთხვევაში საფულის სეზონის ბოლომდე აქვთ დარეზერვებული საწვავის ფასები, ეგრეთ წოდებული ჰეჯინგი აქვს გაკეთებული. წლის ბოლოდან თუ სიტუაცია არ დასტაბილდება, სავარაუდოდ ზრდას ექნება ადგილი, იმიტომ რომ ავიაკომპანიები ფასდაკლებების ხარჯზე, ანუ რაღაც მომენტში ის ფასდაკლებების თანხა უკან უნდა ამოიღონ. საწვავის დეფიციტი რამდენად შეიძლება რომ დარჩეს? ახსენეთ რომ გარკვეული მარაგების ალბათ ივსებენ ავიაკომპანიები, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ ეს კრიზისი ჯერ ომიც დასრულებული არ არის და რაღაც ახალ ფაზებში გადავდივართ მუდმივად, რამდენად რეალურად შეიძლება შეიქმნას ეს დეფიციტი და ინოვაციურ საწვავზეც იყო გარკვეული საუბრები, რამდენად დღის წესრიგში რჩება რომ თქვათ რომ უფრო სხვა ტიპის საწვავი შემოვიდეს ბაზარზე? ინოვაციური საწვავი ჯერ ცოტა შორს არის იმისგან რომ მთლიანობაში ჩაანაცვლოს ჩვეულებრივი საავიაციო საწვავი, იმიტომ ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა. დეფიციტი როგორც ეგეთი
ამაშიც ძალიან ეჭვმეპარება რომ დადგეს კონკრეტულად დეფიციტი, ალბათ უფრო არამომგებიანი მიმართულებების ხარჯზე იქნება. ეს ყველაფერი გადათამაშებული, ანუ ავიაკომპანიები გადახედავენ მიმართულებებს, საიდანაც კომერციული შემოსავალი პატარაა და ის მიმართულებები გაუქმდება. აი ჩვენ შემთხვევაში თბილისში მაგალითად პეგასუსის რეისები არის გაუქმებული, ყოველ შემთხვევაში აგვისტომდე ვიცით რომ არ შესრულდება. ჰერაკლეონის შემთხვევაში თუ არის რაიმე ავიაკომპანია, რომელმაც უარი თქვა ფრენებზე, ან როგორ ინარჩუნებთ ასე ვთქვათ ავიაკომპანიებს? და თუნდაც კლება როგორი იყო ესე ვთქვათ თქვენ გზარს ნაკადი? და ცოტა ამბიციურად გამოდის, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ანუ ჩვენ ვართ ევროპის ყველაზე მოთხოვნადი საზაფხულო მიმართულება და ჩვენ მსგავსი პრობლემების წინაშე არ ყოფილვართ. ანუ არც ერთ ავიაკომპანიას არ გაუქმებია არც ერთი მიმართულება და ამ ეტაპზე იანვარი-ივნისის ჭრილში ზრდა გვაქვს 6% წინა წელთან შედარებით. ძალიან კარგ შედეგებზე გახვედით. ხო, ჩვენ და საბედნიეროდ მსგავსი პრობლემები ჯერჯერობით არ გვაქვს. ძალიან კარგი. მინდა საქართველოსაც კითხოთ თქვენი შეფასება მაინტერესებს, როგორ გავუმკლავდით აი ჩვენ კრიზისს, რა ჩანს, ასე ვთქვათ, გარედან, თქვენ კარგად იცნობთ ჩვენს ბაზარს, რა გამოწვევს, რას ხედავთ დღეს ქართულ ავიაბაზარზე. იმიტომ რომ საკმაოდ რთული იყო დასაწყისი განსაკუთრებით ამ კრიზისის ჩვენთვის ძალიან ბევრი ავიარეისი გავქონდა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, აზიის მიმართულებით ძალიან ბევრი ავიარეისი იყო გაუქმებული. შეფასებას გთხოვდით, როგორ ხედავთ ჩვენთან ამ კრიზისის გავლენას? ნუ ახლო აღმოსავლეთის რეისები დედამიწის მასშტაბით ალბათ ყველგან არასტაბილურად არის ამ შემთხვევაში და ნუ კი რა თქმა უნდა საქართველოში ბევრად უფრო დიდი რაოდენობით იყო ეს რეისები ვიდრე ვთქვათ ევროპაში, მაგრამ მე რასაც ხედავ ძალიან კარგად გაუმკლავდა აეროპორტების გაერთიანება და ტავი ამ გამოწვევებს. ვხედავ რომ მიუხედავად ამ ყველაფრის ახალი ავიაკომპანიებიც შემოდიან, ნორვეჯენი შემოვიდა კოპენჰაგენის მიმართულებით თბილისში, რაც ძალიან მისასალმებელია. მე მგონია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ავიაცია ძალიან კარგ პირობებში მუშაობს. აი ჩვენთან თქვენ ახლა ნორვეჟენი ახსენეთ, ბრიტიში აირვეისიც არის შემოსული და გარკვეული ასე ვთქვათ მთავრობას აქვს ესეთი გეგმები, რომ მათი მოზიდვისთვის გარკვეული ვთქვათ კარგი შეთავაზებები გაუკეთოს, მარკეტინგული აქტივობები დაუფინანსოს. რამდენად სწორი არის ეს სტრატეგია და რეალურად აი გარდა იმისა, რომ ვთქვათ მარკეტინგული აქტივობის დაფინანსება მოხდეს, კიდევ რითი შეიძლება რომ დააინტერესოს საქართველოს, რომელიც არ არის ძალიან ახლოს ევროპის ბაზართან მაინც შორმაძილად ვითვლებით, რომ ბევრი წამყვანი ავიაკომპანიის მოზიდვა მოხდეს ჩვენს ბაზარზე. ნუ ზოგადად ავიაკომპანიის მოზიდვა ხდება რა თქმა უნდა ინსენტივის გარეშე ძალიან რთული ავიაკომპანიის მოზიდვა იმ მიმართულებაზე, რომელიც არ არის მოთხოვნადი. ანუ მაგალითად ლონდონი პარიზის რეისზე ინსენტივი არავის არ სჭირდება, იმიტომ რომ ეს მოთხოვნადი მიმართულებაა. თბილისი მოსკოვის რეისი და თბილისი თელ-ავივი ყოველთვის ყველაზე მოთხოვნადი რეისებია, შესაბამისად მან არავითარი ინსენტივი არ არის საჭირო. რა თქმა უნდა, იმისთვის რომ მოვიზიდოთ ევროპული ავიაკომპანია საჭიროა ძალიან მიმზიდველი პაკეტის შეთავაზება. თუმცა ანუ აქ შეკითხვა ჩნდება იმაში, თუ რამდენად სწორია ის, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ვთავაზობთ ინსენტივს იმისთვის, რომ მათმა იფრინონ თბილისში და არა ქუთაისში. ანუ ჯობია რომ ქუთაისზე გაკეთდეს აქცენტი და უფრო მეტად დაიდროთოს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავდაპირველად ქუთაისის აეროპორტის არსებობის სტრატეგია მდგომარეობდა იმაში, რომ ქუთაისი ყოფილიყო ეგრეთ წოდებული low-cost hub-ი ავიაკომპანიებისთვის, ხოლო სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიებს ეფრინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ამ მიზნით იყო შემოყვანილი თავის დროზე Wizz Air-ი და ამ მიზნით მომდინარეობდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები Ryanair-თან, ანუ Ryanair-თან მოლაპარაკებები ქუთაისის აეროპორტის პირველი დღიდან მომდინარეობდა და ერთ-ერთი წინაპირობა, რომელსაც ვუყენებდით Ryanair-ს, იყო ის, რომ შემოსულიყო ქუთაისში და
Ryanair-ს უნდა და თბილისი. შესაბამისად კი, რა თქმა უნდა, კარგია, EasyJet-იც ძალიან მისასალმებელია ტრანსავიაც და Norwegian-იც, მაგრამ ალბათ სტრატეგია იქნება გადასახედი, იმიტომ რომ ყველაზე რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რთულია მათი შემოყვანა ქუთაისში, მაგრამ ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ ultra low cost ავიაკომპანიებს მეფრინათ ქუთაისში და არა თბილისში. ანუ ეს დააბალანსებდა კონკურენციასაც ქუთაისის აეროპორტში. ზოგადად მთავრობას აქვს ეს ამბიციური გეგმა, რომ აეროპორტების განვითარება უნდა მოხდეს, მათ შორის საუბარი არის შიდა აეროპორტების დამატებაზე, თელავზე, მესტიის აეროპორტში გარკვეულ გაფართოებაზე. კარგად იცნობ ჩვენს ბაზარს და მინდა ვკითხოთ ეს, რომ რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამდენი აეროპორტი არსებობდეს და თქო კომერციულადაც მომგებიანი იყოს ეს სექტორი. ხედავთ ამის პოტენციალს ჩვენს პატარა ბაზარზე? ანუ მე ხა მართალი გითხრათ მთავრობის სტრატეგიაში არ ვარ ჩახედული და არ ვიცი ანუ სავარაუდოდ რადგანაც ამ შიდა აეროპორტებს ავითარებენ ალბათ რაღაც შინაარსი დგას ამ ყველაფრის მიღმა თუმცა ძალიან რთულია ადგილობრივი აეროპორტის განვითარება. ანუ იმისთვის რომ თელავი დაიტვირთოს და მესტია დაიტვირთოს, უნდა იყოს ძლიერი გადამზიდი, რომელიც იფრენს შიდა რეისებზე. ანუ მესტიის თელავის აეროპორტზე ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ მესტიის აეროპორტზე შემიძლია გითხრათ, რომ მესტიის აეროპორტი მდებარეობს ისევე როგორც ამბროლაური, მდებარეობს ძალიან რთულ მონაკვეთზე სადაც აფრენათა დაჯდომა შეუძლია მხოლოდ პატარა ზომის ბორტებს. ეს პატარა ზომის ბორტები არც ერთ ავიაკომპანიას, რომელიც ოპერირებს საქართველოში, არ ყავს. ანუ თუ ჩვენ ვავითარებთ აეროპორტებს იმისთვის, რომ შემდეგ სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე შიდა ფრენები შესრულდეს, ალბათ ეს მომგებიანი არ არის, მაგრამ თუ ეს არის ქვეყნის დიდი სტრატეგიის ნაწილი, მაშინ ალბათ რაღაცა შინაარსი აქვს ამ ყველაფერს. რა შინაარსი შეიძლება იდგეს ამის უკან? მაგალითად ტურიზმის განვითარებას აბავენ ხოლმე ყოველთვის. ჩვენც არ ვიცით ბევრი ამ გეგმებზე, მხოლოდ განცხადებების დონეზე გვესმის და რაღაც დაწერილი დოკუმენტები არც ჩვენ არ გვინახავს სამწუხაროდ. ნუ როგორც წესი არც ერთი ქვეყნის არც ერთი მთავრობა ბოლომდე არ აკეთებს ხოლმე კომუნიკაციას ქვეყნის დანარჩენ პირებთან იმისთვის რომ სტრატეგია გახდეს ნათელი. ანუ მაგალითად საბერძნეთის შემთხვევაში ჩვენც გვაქვს სუბსიდირებული შიდა ფრენები. იმიტომ რომ ვიცით რომ მაგალითად კალამატა სალონიკის რეისი თავისით არ გაიყიდება, მაგრამ იმისთვის რომ ტურისტებმა ხალკიდიკიდან კოსტანავარინოს რიზორტში მოახერხონ მოხვედრა, ანუ ერთი მეორეს აბალანსებს. ამიტომ ანუ ეს მესმით. ახალ აეროპორტზეც კითხავთ და ალბათ მე მგონი ჩვენი ბოლო კითხვაც ეს იქნება. ბაზიანის ტერიტორიაზე 2031 წელს არის დაანონსებული, რომ დაიწყოს ამ ახალმა აეროპორტმა ფუნქციონირება. რატომ გეკითხებით ახლა ამ აეროპორტს? მე ვიცი რომ თქვენთანაც შენდება ახალი აეროპორტი, საკმაოდ წინ არის წასული, 2028 წელს უნდა გაიხსნათ. თუ სწორად მაქვს ეს ინფორმაციები, 70% უკვე შესრულებული არის ამ სამუშაოების. ჩვენ შემთხვევაში, როცა ჯერ მხოლოდ განცხადებების დონეზე ვართ, რამდენად თქვათ შესაძლებელი და რეალისტური არის ეს ვადები, რომ 2026 წელია უკვე 2031-ში უკვე დიდი აეროპორტი დაიწყებს ოპერირებას და გარდა ამისა, მთავარი რა არის ამ მშენებლობასთან ერთად, თქვენ მაგალითად რას აკეთებთ, რომ ეს ახალი აეროპორტი იყოს, სწორად დატვირთული ოპერირება შეძლოს წარმატებულად? ნუ ჩვენ შემთხვევაში არსებული აეროპორტი დაიხურება და ოპერირება გადავა ახალ აეროპორტში. ანუ ჩვენ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის ის, რომ ვუზრუნველყოთ არსებული ავიაკომპანიების გადაყვანა ახალ აეროპორტში. და მოვიზიდოთ ახალი მიმართულებები იმ ქვეყნებიდან, სადაც ამ ეტაპზე არ არის ფრენები. მაგალითად, გვაქვს სტრატეგია, რომ ნიუ-იორკიდან ჰერაკლიონში პირდაპირ ფრენები დაიწყოს 2029 წლის ზაფხულის სეზონიდან. იმიტომ რომ არსებული აეროპორტის ინფრასტრუქტურა ხელს ვერ უწყობს ტრანსატლანტიკური ფრენების ოპერირებას. ნუ ჩვენი აეროპორტის გახსნაც გადაიდო რამოდენიმე წლით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა შეხვდა წინ, ეს იყო კოვიდი, ეს იყო
სანავიგაციო სისტემების შესყიდვა, როგორც წესი, ყოველთვის არის ცდომილება 1-2 წლის პერიოდზე, თუ ამბობთ 31, ალბათ ეს იქნება 33. თუმცა ყველაფერი ისევ სწორ მენეჯმენტზეა დამოკიდებული და საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ისტორიულად დედლაინებს ყოველთვის მივყვებით. ქუთაისის აეროპორტიც გაიხსნა, ალბათ ბოლო ერთ კვირაში მოხდა ყველაფრის გაკეთება, რაც შეიძლება ევროპის პირობებში 1 წლის განმავლობაში გაწერილიყო. ამიტომ მე გახსნის ვადებზე ალბათ არანაირი შეკითხვები არ მექნებოდა. ვიმედოვნოთ, რომ ამ შემთხვევაში ეს იქნება და ვადები შესრულდება. ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოიერთდით დიო მაჭავარიანი. ჰერაკლიონის საერთაშორისო აეროპორტის ავიაციო განვითარების დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. საქმის კურსი ამით დასრულებულია. ჩვენ ბრუნდებით ეთერში 17:30 წუთზე ტრებით.